ჩოხოსნები რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. მიწის გასხვისებაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს საპატრიარქო. ეკონომისტები კი ერთი წლის განმავლობაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამო რეგიონში ინვესტიციების შემოდინების შემცირებაზე საუბრობენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს მიწის ყიდვის უფლება პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმებით 24 ივნისს მიანიჭა. სოფლის მეურნეობის დარგში თანხების შემოდინებას მიმდინარე წლიდან ელოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც. არა საქართველოს მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის უფლების მინიჭება. საკითხი აქტუალური 24 ივნისს გახდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების პროცესის შეჩერება არაკონსტიტუციური იყო. გადაწყვეტილებას საპატრიარქო გამოეხმაურა. დღეს სოფლად ცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და იძულებულია თავისი ქონება იაფად გაასაღოს. ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა მისასალმებელია, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. ამასთან ვთხოვთ ხელისუფალთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები. მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21 მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ განცხადებას მყისიერად მოყვა რეაქცია და დღეს ბათუმში ჩოხოსნები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანა განსაცდელში ჩააგდო. სანამ მორატორიუმი გამოცხადებოდა, მანამდე 2000 ინდოელი მზად იყო, რომ კახეთში შემოსულიყო და კახეთის სავარგული მიწები ეყიდათ. ჩვენ ვითხოვთ, გაუქმდეს ეს უკანონო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. თუკი ჩვენ გვინდა ევროპული და ცივილიზებული ღირებულებები, იქ ესე არ არის. იქ შეიძლება 10-15 წელი მოქალაქეობა ვერ მიიღო და ერთი მტკაველი მიწაც ვერ იყიდონ. ჩვენ არასწორ ინფორმაციას გვაძლევენ. თითქოს ევროპასთან კავშირი ნიშნავს ქართული მიწების გაგიდვას ტყუილია ეს. ევროპაში არ ხდება ასეთი რამ. ავსტრიაში, რომელი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, იქ ერთ მტკაველ მიწას ვერ იყიდის უცხოელი. ასეთი რამ არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ ხდება. ვიღაცა გვაბოლებს ჩვენ, რომ თითქოს დემოკრატია არის მიწის გაკიდვა. ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ განსაცდელი სახელმწიფოსთვის ის რეალობაა, როცა ქვეყნის მიწების დიდი ნაწილი დღემდე დაუმუშავებელია და მისი რესურსი გამოუყენებელი. საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერ უცხოელს შეუძლია შეეძინოს ბინა, სახლი აშენოს ქალაქში, ამას არ გამოუწვევია არანაირი დიდი პრობლემა, არანაირი მოზღვავება უცხოელების, რომ ადამიანი საქართველოში აშენოს ბინა, სახლი არ არის. თუმცა თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ. ქალაქ სახლი იქნება, მიწა იქნება თუ სასოფლო-სამეურნეო მიწა. თუმცა მე ვფიქრობ, ეს შიში და რაღაც სამწე გადაჭარბებულია, მე მგონი ამას რომ პოლიტიკური ხასიათი და არანაირი კავშირი ეკონომიკასთან და რეალურ ცხოვრებასთან არ აქვს. 2014 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით აჭარაში შემოსული ინვესტიციების მხოლოდ 1% ეჭირა მრეწველობის დარგში დაბანდებულ კაპიტალს. აჭარის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს უცხოელებზე მიწის გაყიდვის შეჩერების პროცესს უკავშირდება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის 1%-ს, მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში აჭარა არის მცირე მიწიანი. და ეს მომენტი რომ გამოცხადებული იყო მორატორიუმი 1 წლის განმავლობაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამკვეთები არ იყიდებოდა. ამას რა თქმა უნდა ახლავს ამ დარგში, ესე ვთქვათ, მცირე ზრდა ინვესტიციების, მაგრამ 2014 წლიდან უკვე შესაბამისად უახლოესი 1 თვის განმავლობაში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია და შესაბამისად მომდევნო წლებში გვექნება ამ მიმართულებით ზრდა. ის რომ ქვეყნის მასშტაბით მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი და გამოუყენებელია, საპატრიარქოც აღნიშნავს თავის მიმართვაში. მიუმართავ ბიზნესმენებს გააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. მიუმართავ მიწათმოქმედ, მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშავონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და ამასთან შვილებს შეუნახონ ეს ქონება. რა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეები და კომპანიები საქართველოს მიწის ბაზარზე განსაკუთრებით 2012 წელს გააქტიურდნენ, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვა მოხსნა. შეზღუდვის მოხსნა მაშინ დანიის მოქალაქე ჰეიკი ქრონქვისტმა მოითხოვა და პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო. თუმცა ამ პროცესების შემდეგ 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უცხოელებზე მიწის გაცემის პროცესი საერთოდ შეწყდა.